რაღაცები გადასახალისებელი არის ძველი სკოლიდან. არ შეიძლება ერთი და იგივე მოძრაობა თქვათ ერთი თვე ასწავლო ბავშვს. ქართული ცეკვების დაახლოებით 70% არის ილიკოს ოთეშვილის შექმნილი. კი ეს ბატონო. არ არის თავიდან ბოლომდე ნაციონალური. ჩემთვის გასაგებად, მაინც ამიხსნა აი შენი მეთოდი მოძრაობის ფორმირებასთან დაკავშირებით, აი მაგალითად არსებობს სიტყვა, ხო? სიტყვას თავისთავად აქვს რაღაცა ტექსტურა აქვს და თავისთავად გამოსახულება აქვს. ვინმეს გინდა ხოლმე როგორი გაუხსნა? ალბათ გააჩნია მიზანს, ხო? მიზეზი რა გინდა, რატო ცეკვა, მოდი? რისთვის გინდა ეს ცეკვა? მაგრამ თუ უბრალოდ იცეკო და გინდა რომ ეს იყოს რაღაც ტრენდული, მოდი? რომ მე რაღაც ვიდეოები გადავიღო და დავდო, კი ბატონო, ესეც მოსულა, მაგრამ ეს არ მოგცემს შენ სულიერ საზრდოს არ შეგივსებს. ეს იქნება ტექნიკური საშემსრულებლო ხარე. გამარჯობა, ეს არის მიშა რობელეთის პოდკასტი, ეპიზოდი მე-3. მე მიშა ვარ და ამ ეპიზოდის სტუმარი იქნება ჩემი ძალიან ახლო და კარგი მეგობარი, ქორეოგრაფი და მსახიობი ლაშა რობაქიძე. ლაშა, როგორ ახარ, მეგობარო? კარგად, მიშა, როგორ ახარ გეცად? არა მიშოს, რაც გაეწყობა. როგორ სევდანარევი დასაწყისი გვაქვს, მაგრამ ეგ არაფერი. ხო, ესები დღეები იყო, მძიმე დღეები იყო და ასე რომ. კი ბატონო. ეგრე იყო ნამდვილად. მოკლედ პირდაპირ, სანამ გადავალთ, მოკლედ მთავარ ამბავზე და ესე გადავეშვებით ამ შემეცნებაში, შენი იმედი მაქვს ამაში. მაგრამ მითხარი რა ამბებია შენკენ? როგორ მიდის საქმეები? როგორც ყოველთვის მუშაობთ, ახლა თეატრში ვარ, აქედან გერთვები, ახლა მუშაობ სპექტაკლზე. შესახეს არ ვიტყვი, მონოსპექტაკლი არის, პერფორმენს სპექტაკლი. პარალელურ რეჟიმში მუშაობ კიდე მეორე სპექტაკლზე და პლუს ამას კიდე მოსწავლეებთან კიდე ცალკე სპექტაკლზე, ასე რომ მადლობა ღმერთს არის შესაძლებლობაც დროც და სამუშაოც. შვენიერი ამბავია. მოკლედ ჩემი პირველი კითხვა იქნება ესეთი რა, დიდი ხანი ვფიქრობდი რითი შეიძლება და ეხლა დამეწყო რა შენი კალიბრის კაცთან კითხვების დასვა. და მოკლედ ჩემი პირველი კითხვა იქნება ესეთი რა, ანუ ჩემი ვარაუდით, მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში, შენ აფასებ ზოგადად თამაშს და მოძრაობას აი თხრობის ერთ-ერთ ფორმად. ხო ეგრეა, თუ ვწდები? ბატონო. მაშინ ხო და აი მე მაინტერესებს, ანუ რანაირად შეიძლება, ანუ რა დროში შეიძლება ადამიანმა ისწავლოს სხეულის ენით ლაპარაკი. ეს ხო არ არის მარტო ეს რაღაცა ხელფეხის გაქნება აქეთ-იქით რა. კი ბატონო. ეს ცოტა კომპლექსური არის, მაგრამ შევეცდები რომ როგორი დასაწყისია? კარგი დასაწყისია. ისედან კითხვა ბევრ მიმართულებას და ბევრ ხაზს მოიცავს ერთდროულად, მაგრამ შევეცდები რომ უფრო მოკლედ ავხსნათ, ეტაპობრივად გავყვეთ. ხო. პირველ რიგში თქვა ვიტყვი ჩემი გადმოსახედი ეს, ჩემი სუბიექტური აზრი არის. ჯერჯერობით არ შემსდარო არა ამ აზრში და უკუჩვენებას არ მქონია, ვიზახი იმასაც ეკვა შეუძლია ყველას. მოძრაობა შეუძლია ყველას, რა თქმა უნდა თავისებურად, მაგრამ ამასაც ჭირდება სწორი მიდგომა და სწორი განვითარება. ახლა უკვე გადავედით შემდეგ ეტაპზე. რა თქმა უნდა ძალიან კარგია, როდესაც ვიწყებთ საბაზისო და ნოლიდან, ხო, პოზიციები, დისესიარულები ეტაპობრივად გავდივართ ამ ყველაფერს. მაგრამ პრობლემა არის, რომ შეიძლება ხა სუდად ვამბობ, არ ვაკნინე, მაგრამ რაღაცები გადასახალისებელი არის ძველი სკოლიდან. არ შეიძლება ერთი და იგივე მოძრაობა, თქვათ, ერთი თვე ასწავლო ბავშვს. ანუ სიახლე ჭირდება. რა თქმა უნდა, რაღაცა, იმიტომ რომ ჩემი მოგონილი არ არის დღევანდელი ბავშვების უმრავლესობა 92% ინდიგო ბავშვები არიან და იოლად ითვისებენ ყველაფერს, იოლად სწავლობენ ყველაფერს. მეტუმეტეს უკვე არის საშუალება იგივე YouTube და სხვადასხვა ინტერნეტ სასწავლებლებები, რომ ინფორმაციას სწრაფად მიიღონ და აითვისონ იოლად. ამიტომ რაღაცები უნდა გადახალისდეს.
თვითონ ჩემი მიმართულება რაც არის შეგრძნებადობის ქორეოგრაფია, რატომაც მივედი აქამდე და რატომაც შევქმნი ეს მიმართულება. ეხმარება იმაში, რომ უმოკლეს დროში იპოვო საკუთარი სხეული. ისე მოკლედ რომ ვთქვა, რა. კარგად გაიცნო, რისი საშუალება აქვს, რა რესურსი აქვს. ხო, მოიხსნა ყველანაირი კომპლექსი და დაიწყო სხეულით საუბარი, ლაპარაკი. როცა უკვე ამას რამდენიმე ეტაპი არის გადიხარ, უკვე იადვილდება ყველა. აჰა, გასაგებია. ესე იგი, ანუ მე როგორც მივხვდი, გარკვეულწილად რა თუ სწორად მივხვდი, შენ ასე თუ ისე მაინც ანცალკევებ ტექნიკას, უნარებს, ანუ სკილი რაც არის და გამოხატულება. ხო, ცალცალკე ლაგდება, ხო, ეგ მე როგორც მივხვდი. თუ არა. კი, შეხედა მიმართულებები არის მაგალითად ახლა რო ახსნა, ხო, თქვათ რომ თანამედროვე ბალეტი, თანამედროვე ცეკვები ავიღოთ, ხო, იგივე კონტემპორარი დანს, ხო? არის რომ არ არის ხშირ შემთხვევაში ისტორია, პრეისტორია, როგორც ჩვენ მიჩვეული ვართ ხოლმე, როგორც ახიებები მაგალითად დასაწყისი განვითარება, ფინალი, ხო, არ არის ეტაპებად დაყოფილი, არის უბრალოდ რაღაცა მდგომარეობა. შეიძლება ეს იყოს უბრალოდ, რავი, სევდა. და ამ სევდას ერთ მდგომარეობაში მივყვები ქორეოგრაფიულად და ჩემი თითოეული ქმედება, ანუ ინფორმაციული თვალსაზრისით ნაკლებად უფრო შეგრძნების დონეზე არის. ხე? რომ სევდაში როგორ გამოიყურება ჩემი მოძრაობა. ძირითადად ხო, რასაც აკეთებ, ხო, არის მიმართული აი ამ, ნუ ბოლო პერიოდი უკვე ტენდენციები უფრო კარგად ყალიბდება და ვითარდება და ძალიან ბევრ თქვა აი ესე კონკრეტულ ერთ გრძნობაზე თუ ერთ შეგრძნებაზე აღებულ ქორეოგრაფიულ ნახევარებში უკვე ცდილობენ რომ ისტორიაც იყოს რომ ამბავიც მოდიოდეს იქიდან და ჩემთვის ესეთი ისტორიები უფრო საინტერესო არის იმიტომ რომ გარდა ვიზუალისა თუ ინფორმაცია არ მოვიდა ჩემამდე გულისხმობ იგივე ინფორმაცია არ არის სავალდებულო იყოს მაინც ამბის გაგება ინფორმაცია არის იგივე შეგრძნებაც, ხო, როცა შენში ის მდგომარეობა, რასაც ის ვიღობს, რომ გამოხატოს შენამდე მოიტანოს. ანუ თუ ეს ინფორმაცია არ მოდის შენამდე, მაშინ ის არის უბრალოდ ამაზე სანახაობა, ხი? და სანახაობა სანახაობისთვის არ უნდა იყოს, სანახაობა უნდა იყოს მაყურებლისთვის. ოკეი, გავიგე. საინტერესოა. ანუ იცი კიდე რა, ესე იგი, მოკლედ პატარა რეზიუმესავით რო გავაკეთო ეხლა, ჩემთვის რო გავიკვე ყველაფერი რაც შენ თქვი. შენ თუ შეგიძლია ესე მოკლედ რა, ჩემთვის გასაგებად, მაინც ამიხსნა, აი შენი მეთოდი მოძრაობის ფორმირებასთან დაკავშირებით, აი მაგალითად არსებობს სიტყვა, ხო? სიტყვას თავისთავად აქვს, რაღაცა ტექსტურა აქვს და თავისთავად გამოსახულება აქვს, ხო? ანუ ამ ყველაფერს რომ ეგიც რას მახსენებს? ეგ მახსენებს მაგალითად მე რომ ადრე ვსწავლობდი რა, სამსახიობოც და ეს რაღაც აფექტური მოძრაობების რო ვაკეთებდი, ხო? ევრითმია. რა არის? ევრითმია. ხო და ეს რაღაცა მაგას რო დაუბრუნდე, ასანთიდან ასანთის ღერის ამოღება და ჩაიძინიდან წყლის დასმა. ყველა შორის ერთხელ ეს მეზობელმა დამინახა და მაგის მერე წერად მიყურებს დღემდე. უყურე, შენ ახლა რასაც მეუბნები, ეს არის, მოდი ავიღოთ, მიმოდრამა, პანტომიმა, ამადაც კიდე გაყოფილია ქორეოგრაფიის მიმართულებები სხვადასხვა სტილისტიკურად და ჟანრობრივად, ასე შემდეგ. აფექტური ქმედება ეს არის ჩვეულებრივ პანტომიმა, ხო, რასაც ანუ ყოფით რეალურ ქმედებას, რომელსაც ჩვენ უსიტყვოდ გამოხატავთ, არის პანტომიმა. მაგრამ აკლიუს ამას ძალიან ახლოს არის მასთან ევრითმია. ევრითმია რას ნიშნავს? მაგალითად, ევრითმის მოძრაობებზე არის დაფუძნებული ინდური ცეკვები. ხო, მე, შენ, მიყვარხარ, ანუ თითოეულ სიტყვას აქვს თავისი ფორმა. ხოთი? და გამოხატავ, მაგრამ ჩემ შემთხვევაში აქ ცოტა როდესაც ვიწყებ მუშაობა, ანუ რომელიმე სიტყვაზე კონკრეტულად მუშაობა, ვცდილობ რომ ჩვენი სამხედროობა უფრო გავშალოთ და დაგეჭირ მდგომარეობაში არ მივაწოდოთ მაყურებელს. მივცეთ მას წარმოსახვის საშუალება, რომ მან ეს მოძრაობა თავისებურად დაინახოს. ანუ რას გულისხმობ? მაგალითად, ავიღოთ ნებისმიერი სიტყვა ვაშლი. ხო, თუნდაც, ხო? ეს ვაშლი მე არ უნდა გაჩვენო შენ მხოლოდ ფორმით. ამ ვაშლში რა ისტორიაც არის ჩადებული, ხო? ეს ვაშლი შეიძლება იყოს ცნების სკილი, ხო? ადამიანმა. ეს ვაშლი შეიძლება იყოს საკვები, რომელიც მე ამ წუთას მჭირდება. ეს ვაშლი შეიძლება იყოს ჩემთვის სამყარო. ანუ ბევრი სიმბოლური დატვირთვა შეიძლება ქონდეს. ბევრი სიმბოლური და მაგრამ ამ პლუს ამას
შეხედეთ არსებობს სტიქიები, ხო, როცა შეგრძნებადობის ქორეოგრაფიაზე საუბარი, რომ მე რამ მდგომარეობაში მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი, ხო? ოთხივე ფორმას აქვს, ოთხივე სტიქიას აქვს სხვადასხვა გამოსახულობითი ფორმა. როდესაც წყალს ვაკეთებ, ხო, ჩემი ვაშლი უფრო ესე იგი ლივლივებს და ჩემი მოძრაობებიც უფრო ტალღისებური არის. როდესაც მიწას ვაკეთებ, ჩემი მოძრაობები უფრო მყარი და უფრო მტრევადი ხისტი და უფრო ძალისმიერი არის. ცეცხლი ხო უფრო სწრაფი, დინამიური და ენერგიული და ჰაერი უფრო მსუბუქი და ჰაეროვანი. ხოთი? რომ აი თითქოს ლივლივი. ამიტომ უკვე აქ ჩვენ რა ფორმით გვინდა მე გამოვხატოთ ესა თუ ის სიტყვა თუ ესა თუ ის ინფორმაცია, ამას უკვე ინდივიდუალური მიდგომით, როდესაც მსახიობთან ვმუშაობ, ხო? რასაც მისი სხეული, რომელიც როგორ ვთქვა, უფრო კარგ კონდიციაში რომელ სტიქიასაც გრძნობს, იმაზე ვიწყებ მუშაობას პირველ ეტაპს. მე უკვე როცა იჯერებს ის რომ მას ყველაფერი შეუძლია, უკვე ნელა ვართულებ და ვართულებ. დაახლოებით რამდენხნიანი პროცესი არის რაღაცა საბაზისო, სადაც შეგიძლია რაღაც შედეგზე გახვიდე რა და ახლა შეგრძნებადობის ქორეოგრაფიას აქვს სხვა 8 ეტაპი. ხო, პირველი 3 ეტაპი თქვათ არის, რომ საწყისი საბაზისო, რომელიც თავისუფლად შეიძლება გაიარო 2 თვეში, 3 თვეში. გააჩნიეს უკვე თავთან მუშაობისგან გამომდინარე რამდენად. აი შემდეგ ეტაპებს უკვე ცოტა მეტი დრო ჭირდება და რატომ? იმიტომ რომ უკვე როცა შემდეგ ეტაპებს გავდივართ, ანუ ეს უკვე არის პროფესიონალურ დონეზე როცა გადავდივართ, ხო? აუცილებელი არის საბაზისო ცოდნა სხვადასხვა ქორეოგრაფიული მიმართულებების, ცეკვების, რომ შენ უკვე შეგეძლოს ლავირება, მათი სინთეზი, შექმნა რაღაცა ახალი, განსხვავებული და იყოს ინდივიდუალური, შენი მოქმედება. ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ აი როგორც სკოლა ახლა ქორეოგრაფიაზე არ წავედებ, გადავაშოროთ, მაგრამ 2x2 არის 4. გასაგებია რომ 2x2 4-ია, მაგრამ როდესაც ვიღაცას აქვს მენა, თქვა, მუსიკალური, ვიღაცას აქვს ხედვა, ხო, ვიღაცას აქვს ხატვის ნიჭი. ინდივიდუალურად ყველას იმ ნიჭიდან გამომდინარე უნდა აუხსნა, რომ მისთვის იოლი გასაგები იყოს. და აითვის იმიტომ ის თვითონ ინტერესს თვითონ პოულობს. და მისი გამოხატული ფორმა უკვე ამ ნებისმიერ 2x2 იწება განსხვავებული. ოკეი. აი, აუ რამდენი ინფორმაცია იყო, ხა ამას ხო გადამუშავება ჭირდება. თუმცა ქორეოგრაფია არ არის რთული, ისე იოლი, იმიტომ რომ ძალიან აი როგორ რაღაცა იცი, მე შეიძლება გითხრა რომ გამარჯობა მიშა როგორ ახარ. ხო? ეს ძალიან მარტივია, იმიტომ რომ სიტყვა გერები უნივერსალურია, შენ მეგეუბნები გესმის. მაგრამ ეს ყველაფერი რომ მე უსიტყვოდ თქვა, 100 მაგდენი ενέργεια, ემოცია, მდგომარეობა უნდა ჩავდე ჩემს სხეულში, რომ ვაიძულო ჩემს სხეულს ეს ინფორმაცია სწორად მიიღო. სწორად მივიდეს მაყურებლამდე, ხო? ან ნებისმიერ ადრესატამდე, ალბათ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ანუ შეცდომის უფლება არ აქვს. მე ხოთი ქვეტექსტის კი მუშაობის პროცესში, ხო, უნდა იყოს ზუსტი, რომ მაყურებლამდე მივიდეს ინფორმაცია ზუსტად. გასაგებია. იცი, აი მაგალითად ტექნიკური საკითხი ხო არის ტექნიკური მხარე, აი ტექნიკურად რამდენად არის გამართული რა მოძრაობები, ხო? და შენი აზრი ტექნიკურ მოძრაობას რამდენად დიდი გავლენა აქვს რაღაც აი სპექტაკლის რეპეტიციის წარმოდგენის თუ რაც არის ემოციურ სიღრმეზე. იცი რატო გეკითხები? და თუ არის მაგალითად რაღაცა ამის კომპენსირება თუ შეიძლება რაღაც სხვა რამის ხარჯზე რომ იგივე შედეგი მივიღოთ. იმიტომ მაინტერესებს ეს რომ აი მაგალითად შეიძლება ადამიანს კონდეს ძალიან ისეთი სწორი ემოციური კავშირი რაღაცა მოვლენასთან, ხო? მაგრამ აი ტექნიკურად იყოს, ნუ ძალიან დიდი იაღლიშები კონდეს, მიხვდი? ხო და ამიტომ მაინტერესებს ეგ რამდენად აი მაგალითად მე თუ ემოციურად სწორ და კავშირს ვახდენ, ხო? რაღაცა სუბიექტთან ან ობიექტთან მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ვერ ვაკეთებ ამას ტექნიკურად გამართულად, ეს ხელს შემიშლის თუ არა? ოღონდ ხელს გიშლის იმ შემთხვევაში თუ შენ არ გაქვს საბაზისო ცოდნა. შენ დავიწყოთ ეგ. ხო. გამოხატულების. ანუ არ მოყვება სხეული, იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე შენ ეტაპობრივად უნდა მიიღო გაიცნო შენი ფეხები, შენი ხელები, შენი თავი. ხო? რომ მისემათ ლავირების და კომბინირების საშუალება.
აქ არ მაქვს საუბარი მე თქვა ასეთ ქორეოგრაფიულ მიმართულებაზე, მაგრამ არსებობს თქვა იგივე ბალეტში არის დაწერილი კანონი, წესები, რომ ეს მოძრაობა არის ყველასთვის ერთი და იგივე. აი ესე უნდა გააკეთო, ხო, თქვა პირველი პოზიცია. ეს არის მეორე პოზიცია და ასე შემდეგ. ანალოგიურად ქართულშიც, ხო, არის დადგენილი ჩარჩოები. მე ჩემთვის როგორც ქორეოგრაფისტვის, რა თქმა უნდა, მე პატივს დავცემ ყველა ამ მიმართულებას, მაგრამ ჩემთვის ქორეოგრაფისტვის მაინც უფრო ძიების ექსპერიმენტებისა და თავისუფლების პროცესი უფრო საინტერესო არის და ახალი რაღაცის პოვნა, ვიდრე რაღაცა ჩარჩოებში მოქცეული, თუნდაც ის გენიალური ნაწარმოებები, კიდე ეს ქართულის იყოს თუ საბოლოო მიმართულების, ხო? ძალიან დიდი პატივისცემით. ეს პლუსი არის შენთვის დამატებითი რესურსი არის, რომელიც შენ კიდე უკეთესად შეგიძლია გამოიყენო. როცა ესენი ყველაფერი გაქვს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ საბალეტო ცოდნა არ გაქვს, ქართულს ვერც ეკო, რომ შენ ვერ იცეკვ. ხო, ani მაგაში გეთანხმები, რომ აი მაგალითად სხვა შემთხვევაში თუ ძიების პროცესია როგორც ახსენე, ეხლა რა ძიების პროცესი არის ეს თლიანი და სიახლეების პროცესი. სხვა შემთხვევაში მაინც გამოდის რაღაცა აი რუტინული, ყოველდღიურ რეჟიმში რაც ვაკეთებ, ყველა ხო იცი რუტინული საქმიანობა რა. აი მარტივად ვიტყვი, რომ ყველა რომ მივხვდეს, ახლა შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ ქართული ცეკვების დაახლოებით 70% არის ილიკოს ოთეშვილის შექმნილი. ეს არ არის თავიდან ბოლომდე ნაციონალური. მან აიღო კუთხეების, ასე დადიოდა კუთხეებში მხარეს, ხო? სხვადასხვა მოძრაობები და დანარჩენი, ხო, რომ ხასიათი რომ დაიჭირა, თქვათ, რომ ფიულური როგორ უნდა იყოს, ხო? ხევსურული როგორ, სვანური როგორ უნდა იყოს, დაისი როგორ უნდა იყოს და ასე შემდეგ. ხასიათი დანარჩენი თვითონ შექმნა, იმიტომ რომ იპოვა ხასიათი. რომ არა ექსპერიმენტები და რომ არა თავისუფლება ძიების პროცესში ყოფილიყო ის, ხო, იმ შედეგს ვერ მიიტანებდა, რას არის პროფესიები ჩვენ საგანძური, ხო? ქართული საგანძური. ქართული საგანძური. ამიტომ მე ვიცი რა არის, რა თქმა უნდა, ბევრი აკრიტიკებდა პატარა ილიკოს, რომ რატო აკეთებო, ხო, ასაფარს და ასე შემდეგ, ახალ მიმდინარეობებს, მაგრამ ცდო, ხო, საერთოდ არის ხო ილიკოს დროს, დიდი ილიკოს დროს. მაგრამ შეიქმნა, ხო? ბოდიში ვერ გავიგონე რა არისო? ცეკვა ცდო. ცდო, ოკეი. ხო, მერე? ხო, არის ხო, მაგრამ შეიქმნა ილიკოს დროს და აი ჩვეულებრივად ჩაჯდა, ანუ ძველ პროგრამაში. ანუ ხალხი განსაკუთრებული ხალხი რა თქმა უნდა. ეს ხო შეიძლება ბევრი, ანუ ჩვენ ცოტა იცი რა არის გვეშინია ხოლმე შეცდომების. არ უნდა გვეშინდეს, იმიტომ რომ თუ შეცდომები ეგ არა მხოლოდ ქორეოგრაფიის ცეკვაში შემიაზრე ზოგადად ეგრეა. კი, იმიტომ რომ არ უნდა გვეშინოდეს იმის, რომ ექსპერიმენტები ვატაროთ, ცადოთ. მიხდი კომპლექსები, რომ ვინ რას იტყვის. გასაგებია, რომ ეს დღეს ხვალ შეიძლება არ მოვიდეს ეს შედეგი, მაგრამ ეს შედეგი აუცილებლად მოვა, იმიტომ რომ არ არსებობს ეგეთი ცნება, რომ შრომა და მიზანდასახულობა, რომ ადრე თუ გვიან არ დაფასდეს. არ არსებობს. უბრალოდ არის ან ადრე ან გვიან, ამას უკვე ეს სხვა მომენტია. მაგრამ აუცილებლად დაფასდება და აუცილებლად დადგება ის დრო, რომ შენს შრომას თავისი შედეგი მოყვება. ხო, ნუ იდეა შეგრია რა. აი, ახლა რო ავიღოთ იგივე კონტენტიც, ხო? ახლა მარტივად, ხო? საიდან მოდის ეს კონტენტი, ხო? ბალეტიდან, აი ამ დიდი შეზღუდვების გამო, ხო, პირველი წამოვიდა ჯაზ მოდელი, ხო? რომ უკვე დაიღალდნენ იმისგან, რომ მოიცი რა ჩვენ აი ეს მესამე პოზიცია, ეს პარტია ესე უნდა გავაკეთოთ, ეს ასე შემდეგ, ასე შემდეგ. გადაწყვეტეს, რომ პროტესტის ნიშნად დაერღვიათ და შეექმნათ ახალი ჟანრობრიობა და ახალი მიმართულება. მაგრამ იქაც კი ჩარჩოები იყო, იმიტომ რომ განგესხვავებინა შენ თქვათ ბალეტისგან ჯაზ მოდერნი უნდა ყოფილიყო სპეციფიური მოძრაობა, რომლებიც გეუბნებოდნენ, რომ ეს არის ჯაზ მოდერნი, ან სპეციფიკური სტილისტიკა, მაგალითად ჯაზ მოდერნში უფრო ხისტი მოძრაობები არის, რა თქმა უნდა სირბილესთან ერთად, მაგრამ ხელები უფრო ტკბილ მდგომარეობაში. მიხვდნენ, რომ მე რაღაც ეტაპის მერე რომ კიდე მიხვდნენ, რომ იცი რა, ეს არ არის საკმარისი და განვითარება კიდევ გჭირდება, ხო? გადავიდნენ უკვე დაერქვა შემდეგ უკვე მოდერნ ბალეტი, ანუ მოდერნიზებული ბალეტი. მაგრამ აქაც კი ჩარჩოები იყვნენ და მიხვდნენ რაღაც ეტაპზე, რომ ეს არ მთავრდებოდა, ანუ უსასრულობა არ აქვს დასასრული ამ ყველაფერს. ამიტომ მოიგონეს ისეთი სიტყვა, რაც გააერთიანებდა ყველაფერს, ხო, contemporary dance, ანუ კონტემპორარი იგივე ფრისტაილი არის, თავისუფალი ცეკვა. რომ შენ უკვე ლავირება შეგეძლოს ნებისმიერი მიმართულების, ნებისმიერ სტილისტიკაში და ჟანრობრიობაში გაერთიანების და შენი რაღაც ახალი პროდუქციის შექმნის.
ბოდიში ჩაგეჭრები, ანუ რეალურად contemporary რასაც გულისხმობს არის, რომ ანუ სხვა ჟანრები რაც არის, დისციპლინას ვერ დავარქმევ, ეხლა შეიძლება ეგრეთ შეიძლებადეს ითქვას, მაგრამ სხვა ჟანრები რაც არის, ეს იქნება ბალეტი, ეს იქნება, რა ვიცი, თუნდაც აკრობატიკა, თუნდაც საჰაერო მოძრაობა, როგორც ლაგდება რა ეგ ამბავი, ანუ ამ ყველაფერს მოისაზრებს და აერთიანებს ერთ სივრცეში, ხო, დაახლოებით ეგრე მივხვდი მე. ხო, დაახლოებით როგორ არის, აი როგორ ვიტყვი, freestyle, ხო, თავისუფალი ცეკვა. კი ბატონო. მაგრამ ეგრე freestyle არ გამოდიოდა, ანუ არ არის ბრენდირებული სიტყვა. ხოთი, იმიტომ ეს არის ჩიჩეულები, რა თქვათ, რომ როცა break dance, ხო, ცეკვავენ freestyle, ხო, freestyle battle, ხო, თავისუფალი სტილის შეკინება. ხოთი, ამიტომ ეს სიტყვა უკვე გამოყენებული იყო და აუცილებელი იყო ახალი სიტყვის პოვნა. ხოთი, და თან იცით რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ აი თქვათ, როცა ვიძახით ჩვენ კონტენტ, აი არა გაქვს შენ რო მოძრაობას რამდენად სუფთად აკეთებ თუ სწორად აკეთებ. ანუ არა გაქვს ჩართვები, ხოთი, თავისუფლება გაქვს და გეძლევა საშუალება, რომ შენი სულიერი მდგომარეობა იქნება ეს თუ ფიზიკური მდგომარეობა გამოხატო რაღაცა ცეკვის ფორმით. ხოთი, რომელიც ეს უკვე შეძია დამოკიდებული შენ რომელ მიმართულებას აერჩი. ძალიან პოპულარულია ბოლო პერიოდია, თქვათ, ჰიპ-ჰოპისა და ბალეტის სინთეზი. ამიტომ ეს ნებისმიერი სინთეზი უკვე ეს არის კონტენტი. ხო, ანუ სხვა შენ რაც გაგიხადე, რაც შენთვის კომფორტულია. აღარ იწებ ახალი ველოსიპედის გამოგონებას, რაც იცი იმას აკეთებ. ხო, უბრალოდ ამის მიქსს აკეთებ, მე ეგრე გავიგე. ხო? კი, ეგრე მიქსი. ყველაფერი, რა თქმა უნდა, კონტენტშიც ხო არის კიდევ რაღაცა დეტალები, რომ ანუ სტილისტიკურად ის მაინც უნდა იყოს ახლოს ბალეტთან. მაგას მაინც ვერ გაურბიან. იმიტომ რომ მაშინ შენ თუ იმას დამიტეხავ და რიტმში უფრო სწრაფად ჩამისვავ, უკვე ჰიპ-ჰოპი გამოვა და აღარ გამოვა ის თქვათ კონტენტი. მაგრამ იქაც არის რაღაცა ნიშნები, რომლებიც მახასიათებელი ნიშნები, რომელიც აუცილებელი უნდა იყოს, რომ შენ შეგიძლიოს განსხვავება. რომ არ აგერიოს ჯაივი, ჩაჩაჩა კონტენტი და ჰიპ-ჰოპი ერთმანეთში. მაგრამ ამ დროს გაძლევს თავისუფლებასაც, რომ შეაერთოს ყველაფერი და შენი ახალი პროდუქცია შექმნა. არის რამოდენიმე მიმართულება, რომელიც ამ ყველაფერს აერთიანებს და შენამდე რომ ინფორმაცია მოვიდეს სწორად, ანუ აუცილებელია რა. პირველ ამბავი, რას აკეთებ. ხო? რომელიც უნდა გადაიტანო ქორეოგრაფიულ ნახაში. რა ჟანრობის იქნება თუ რა სტილისტიკის იქნება, ეს უკვე ცალკე თემა. რა თქმა უნდა, იმ ამბის შესაბამისად უნდა იყოს მუსიკა, რომ მუსიკაც გიყვებოდეს ეს მუსიკა შეიძლება სიჩუმეც იყოს. ნახე? ხო, ნუ ეხლა რაც კრავს დააწებებს, ისა უფრო მეტი სიჩუმე არის, ხო, ვიდრე? ხო, გასაგებია. და პლუს ამას უნდა იყოს ვიზუალი. ხო, თუ აი ეს სამივე ერთიანდება და შენ სამივეს სწორად დალაგებული შემოდი ინფორმაცია მოდის სწორად. აი როგორ გითხრა ახლა ზოგადად რა შენ რაღაცა ცეკვას მიაღწი, იცეკო, განთავისუფლე, ხო? კარგი სიტყვა განთავისუფლე პირობებში. არ უყვართ ხოლმე ეს სიტყვა კომპლექსები, მე შეზღუდვებს ვიძახი, შებოჭვას ალბათ რო ვიტყვი. ამ შებოჭვისა და შეზღუდვისგან უნდა განთავისუფლდე. გავიხსენოთ აი მარტივ მომენტს ვიტყვი, კონცერტში სამჭიქას ოდარი და ხეს რო გაშინა და ისე გემრიელას ვერაც იტყვის, ხო? მაგრამ შორიდანაც კი მას რო ჯერა ვის კარგად ცეკოს, ყველა ამბობს რომ ის კარგია. იმიტომ ის არის ბუნებრივი. ანუ შენ ნებისმიერი მოძრაობა რომელსაც ისწავლე. პედაგოგები ჩვენ ვასწავლეთ, ხო, მსახიობის მოძრაობას, თუ მსახიობა ის არ მოირგო, არ გახადა მისი მოძრაობა. მაშინ ის არის ჩვეულებრივ უბრალოდ ტექნიკურად შესრულებული რაღაცა მოძრაობა და მორჩებედი არაფერი. მაგიტო კითხე მე შენის პირველი შეკითხვა მაგიტო დაგისვი რომ ანუ მაგალითად რო ვფიქრობ და მოძრაობას ვაკეთებ, ხო? ალბათ მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში გარეთა თვალში მევჩან ვარ არაბუნებრივი. მიხდი, იმიტომ გესმის? ვიღაცის თვალში მე ყველა ვარიანტში ესე მგონია. უყურე როგორ რაღაცა ამიტომ მაგრამ თუკი მაგ აი კუნთის პირველ რიგში უნდა დავიწყოთ აი აქედან. ხო. ყველაფერი იწდება აქედან, გონებით. ანუ მე პირველ რიგში უნდა გავიაზრო რა შესაძლებლობები მაქვს. ვიაზრებ ამას. მერე ამ შესაძლებლობებით რისი თქმა მინდა. ხა. მერე უკვე თუ ვიცი რომ მე აი ახლა როგორ გითხრა
ცოტა სხვაგან გადავალ. რომ მაქვს კიტრი, პამიდორი და ზეთი, თუმცა გავაკეთო კერძი. ხე? ხო. ალტერნატივა შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ ვიცი რომ კიტრი, პამიდორი და ზეთი არის სალათა, ხო? მე კიტრი, პამიდორისგან და ზეთისგან ვერ გავაკეთებ ჩახოხბილს. არა, ხო, გასაგებია საინტერესო. მაგრამ ახლა უყურე რა არის? ყველაზე საინტერესო, მე შეიძლება კიტრი, პამიდორის და ზეთისგან ჩახოხბილი გავაკეთო. ოკეი. აი ქორეოგრაფია ამას იძლევა, იმიტომ რომ მე უნდა დავიწყო ძიების პროცესი, როგორ მივიღო, ახლა ცოტა სხვა მხრივ ახსენდი, როგორ მივიღო კიტრი, პამიდორისგან ჩახოხბილი. მაგრამ ეგ შენ შეგიძლია, იმიტომ რომ შენ დიდი ბექგრაუნდი მოხდი, დიდი ჩემზე არ არის ეს მარტო, ძალიან ბევრი კარგი პედაგოგები არიან და არა, პედაგოგზე ესე ვამბობ, მაგრამ რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ პედაგოგი რომელიც წვეთს განვითარებას და ის არ სწავლობს საკუთარი მოსწავლეებისგან. ის პედაგოგი ვერ ვითარდება, შეიძლება კარგი ცნობა. მე მგონი ყოველ ცხოვრების ნებისმიერ სეგმენტზე ეგრე არ არის, მარტო ცეკვას არ ეხება და მარტო ქორეოგრაფიას, ხო? ანუ გეთახვევი მაგაში ანუ შენ. თუ რა იცი რა, უკვე რუტინულია ყველაფერი, იმიტომ რომ შეხედეთ როგორ რაღაცა მატერიალისტური არის ძალიან ბევრი რამე გავხდარი, ხო? მოვიდა გადაიხადა და ისწავლა სამთვეში ეს და ეს. ანუ მოთხოვნაც ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ როცა მივდივართ ცეკვაზე, არ ვიცით რა გვინდა, მოსწავლეებზე მაქვს საუბარი. და ვიღებ იმას, რასაც ვთავაზობთ. და კმაყოფილდებით იმით, რასაც ვთავაზობთ. მაგრამ მე როდესაც ინფორმაცია მაქვს, რა შეიძლება მოვითხოვო. ნახე ჩემი შესაძლებლობისგან, პედაგოგისგანაც, ხო? უკვე იქ სხვანაირად ხდება სწავლის პროცესიც და განვითარების პროცესი, რა თქმა უნდა. ხა იმიტომ რომ შენ უკვე მეტისკენ მიდიხარ. ეს მეტი ჩემ შემთხვევაში არის ის, რომ იწყებს საპირველ რიგში, საბაზისო ცოდნას რაღაც ილეთებს რაღაცებს კომბინაციებს, რასაც ისწავლი, რომ მათი კომბინაციების ცვალებადობა შენმა ხელმა დაიმახსოვროს და შექმნას რამ აი როგორ გითხრა, ხა 0-დან 9-მდე იწერება უსასრულობამდე, ხო, ციფრები? ხო, თუნდაც ავიღოთ 5-6 მოძრაობა, 5-6 მოძრაობით ალბათ შეიძლება 250, 350 კომბინაციამდე შექმნა. მეც არ ვლაპარაკობ, მაგრამ მქონდა ესეთი შემთხვევა იყო, რომ საფრანგეთში როდესაც გამოცდაზე ვიყავ, მქონდა შემთხვევა მარტო ერთი მოძრაობა. და რომეო და ჯულიეტას ამბავი უნდა მომეყოლა მხოლოდ ტრიალი. არანაირ სხვა მოძრაობა. კი ბატონო, მესმის. როგორ მოყოლე? ხე, ამიტომ გავიქ. საუკეთესო 11 წელში მოვხდი, 10-ში ვერა სამწუხაროდ, მე-11-ზე. მე ხუმრობით ვიძახი ხა, კარგად იცი, ფრანგები როგორი ნაციონალისტები არიან, მეც რო ვიყო, რა თქმა უნდა, ქართულს დავაკეთე წინა პლანზე და არავით არ ფრანგს შევსკვეთანაში. შეიძლება ცოტა ეგოისტურად იყოს, მაგრამ მაინც რა ვქნა, პატრიოტული სული გასაგებია. მესმის, გასაგებია. ხო და ასე რომ ეს ძალიან ბევრი არის დამოკიდებული განათლებაზე, ინფორმაციაზე. შენ შემთხვევაში მივდივართ და ანუ არ ვიცით რა გვინდა და ნებისმიერ ფორმას ვაყოფილდებით. იმიტომ რომ სხვა იძახის, რომ კარგია. სხვა ამბობს, რომ კარგი. ხე? ეს სხვა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს კონკრეტული ინდივიდისთვის კარგი. მაგრამ შენთვის რა არის კარგი? ძალიან ამარტივებენ პედაგოგები მიდგომას, რომ სტანდარტი არის, რომ ყველას ერთნაირად უნდა ვასწავლოთ. კი ბატონო, არის რაღაცები, რაც ყველას ერთნაირად უნდა ასწავლო, მაგრამ ყველას ერთნაირად ვერ განავითარებ. ყველას ერთნაირად ვერ მიუდგები, ხო? მაგრამ ამ დროს საჭირო არის. რომ შენ პოტენციალი რაც კონკრეტულად ბავშვში არის, თქვა მოცეკვავეში, ხო? კი არ მოკლა და ჩარჩოებში მოაქციო. ხე მის ეს საშუალება რომ ხვალანზე მან შენზე ღირებული შექმნას რაღაცა. უფრო ალბათ შიშის მომენტი არის, ხე რომ აი ცოტა ეს ლომისის ამბავი ვარ, ხო ზეხედე ცუცუს არასწავლია, ხა? კი ბატონო. კი. მე ვეწინააღმდეგე რა ყველაფერს. ოკეი, ლაშ იცი რა მაინტერესებს? აი მაგალითად ეხა შენ მე რა თეორიების მითხარი რა, რის შეღებას მითხარი. მე თვითონ მჭირდება ეხლა დრო რომ ეს ინფორმაცია გადავამუშავო. მიხვდი? ხო და აი
პატარა ბავშვი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჯანსაღია გონება, მარტივად ითვისებს, აქეთ-იქით ყველაფერი რა, რაც ახასიათებს. პატარა ბავშვთან მიდგომის სპეციფიკა როგორი არის, რომ აი ეს ყველაფერი ავსწავლო, აი თუნდაც ფუნდამენტურიდან დაწყებული, ეტაპობრივად, რაც შენ ხა ილაპარაკე. ყველაზე სწორი ჩემი გადმოსახედით არის, რომ პატარობის ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვებთან ქორეოგრაფიული ექსპერიმენტების მოდის, ესე ვთქვით, კეთება. Okay. პლუს ამას, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია თუ ახლა ჩემშვილსაც ახლა როგორც კი წამოიწყე, ეგეც ასაკობრივი არის. 5 წლამდე ბავშვი არ უნდა მიიყვანოს ცეკას. 5-მდე. 5-მდე. და რა არის მაგის მიზეზი? მიზეზი რა არის? უნდა მიიყვანოს თუ გინდა რომ გაერთოს მარტო მაგისთვის. ანუ ის ცოდნას ვერ აკრიფავს. მეხტი? იმიტომ რომ მისი გონება მე არასწორად დამახსოვრებულ მოძრაობებს ვეღარ შეცვლის. ზოგი იმან როგორც ისწავლა თავისი აი სიცანცარით, ხო, ლაღით, ხო, ის მოძრაობა, ის იმას ჩაბიჭილია გონებაში და მე ძალიან რთული არის ეს მოძრაობა შენ თავიდან აუხსნა სწორი როგორ არის ასე შემდეგ. და იმ დამახინჯებული ვერსიით, ხო, და იმ დამახინჯებული ვერსიით ხელმძღვანელობს. იმ დამახინჯებული ვერსიით მე ხელმძღვანელობს თუ. ხოთი, ამიტომ როცა უკვე ესმის ბრძანა, ცოტა ცუდი სიტყვა ბრძანება, რომ გააკეთე ეს მოძრაობა. აი, მაგ ეტაპიდან უკვე უნდა დაიწყოს ცეკვა. და აუცილებლად ხო, ახლა ჩემშვილსაც ხო, ვატარებდი ბალეტზე ძირი სიამოვნებით, ტანვარჯიშზეც და ქართულ ცეკვებზე და ყველა ცეკვებზე აბსოლუტურად და ვაპირებ კიდევაც, იმიტომ რომ ცეკვა არ არის მხოლოდ და მხოლოდ სხეულის მოქნილობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი. ცეკვა არის ერთი, როგორ ვთქვა, განტვირთვა, რელაქსი. ხოთი? დაცვა, როგორც უარყოფითი ენერგეტიკისგან, ასევე რაღაცა ცუდი აურისგან, იმიტომ რომ შენ ცეკვის დროს ითიშები და არ ფიქრობ არაფერს. გარდა იმისა, რომ უსმენ მუსიკას, მიყვები რითმს და ხარ ჰარმონიაში. და შენთვის ყველა პრობლემა ხდება მეასე ხარისხოვანი. ანუ რეალურ ფოკუსირებული არის ცეკვა. თერაპიული ნაწილია, ხო? თერაპიული ნაწილი არის. ხოთი, და ამიტომ ვთვლი, რომ ცეკვა უნდა ისწავლებოდეს ალბათ მე ჩემი ნება რო იყოს სკოლებშიც კი საგანი მექნებოდა და რომ მე როგორც ვიცი რაღაც პერიოდი იყო რომ ქართულ ცეკვებს ასწავლეთ სკოლებში საგნათაც იყო ამ მგონი აღარ არის სამწუხარო არ არის ეხლა რა ხდება არ ვიცი ძალიან კარგი ხო მე ვიცი რომ უკვე არ არის ამიტომ სტუდიები არ და ვისაც აქვს უკვე სურვილი რომ ატაროს ბავშვი ცეკვაზე მიყავთ იქ ვთვლი რომ ახლა ბევრს არ აქვს საშუალება ეს სტუდიებში ატაროს ბავშვი და ვთვლი რომ ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი ცეკვა. თუმცა რაღაცა გზები არის მოსაძებნი ისეთი რომ ეს ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი და ყველას კონდეს საშუალება რომ განთავისუფლდეს. პირველ რიგში ის შევაჭრებობისგან რაც ყოველდღიურად მას აქვს რუტინულად აი ეს ცხოვრების ნებისმიერ ყოველ დღეს. შენ თქვი რომ ძალიან მნიშვნელოვანი არისო ადამიანი ბავშვობიდან დაიწყოსო რა ცეკვა ადამიანმა რა აი მაგალითად ანუ მაშინ იგულისხმე ის რომ თუ უნდა რომ გახდეს პროფესიონალი მაგალითად მე რომ მომიდეს ახლა რა ზრდასრულ ასაკში რომ დავიწყო ცეკვა სხვადასხვა მიზეზის გამო უამრავი შეიძლება იყოს ეს მიზეზი რა რეკომენდაციას გასცემ დავიწყო თუ არა შეხედე მე როგორ გითხრა ახლა ვინმეს გინდა ხოლმე რომ გული გაუხსნა ალბათ გააჩნია მიზანს ხო მიზეზი რა გინდა რატო ცეკვა ვთქვი რისთვის გინდა ეს ცეკვა მაგრამ თუ უბრალოდ იცეკო და გინდა რომ ეს იყოს რაღაც ტრენდული ვთქვი რომ მე რაღაც ვიდეოები გადავიღო და დავდო კი ბატონო ესეც მოსულა მაგრამ ეს არ მოგცემს შენ სულიერ საზრდოს არ შეგივსებს ვთქვი ეს იქნება ტექნიკური საშემსრულებლო ხარე მაგრამ შენ თუ გინდა რომ დაიხარჯო იკაიფო ვთქვი ცოტა უკაცრავად ამ ჟარგონისთვის მაგრამ რა პრობლემა იყო ბედნიერი შენ ცეკვის დროს ხო? მაშინ ნებისმიერ დროს შეგიძლია დაიწყო ცეკვა. აბსოლუტურად ნებისმიერ. არა, ეგ გასაგებია შენ რა მიზეზს მოიყვანე ახლა, მაგრამ მე ვამბობ, ანუ რაღაც პონჩი მაინც აქვს ხო ეს რაღაცა ასაკობრივი შეზღუდვა მიზნიდან გამომდინარე, ხო? აი მაგალითად მე რომ მინდოდეს ვიყო პროფესიონალი მოცეკვავე, გამორიცხული ამბავი არის, ხო? ეხლა ჩემს ასაკში ეგ ამბავი რო გავაკეთე. თუ არა?
არ არის გამორიცხული, ოღონდ გააჩნია რაც ეკოს ჟანრობრივობაზე გაქვს საუბარი. ხეთი? ამიტომ ჩვენ უნდა შეგვეძლოს ყველაფრის რეალური თვალის სწორად დანახვა. ხეთი? ხო, რომ მოვითხოვთ ხოლმე იმას, რომ თქვათ, რომ პლასმასის კორზისგან გემი ავაშენოთ. გავიგე. მაგრამ პლასმასის კორზისგან შეგვიძლია პატარა ნავი გავაკეთოთ. ხეთი? ანუ ეს ცოტა ცუდად ვამბობ, მაგრამ მოლოდინები ხოლმე საკუთარი თავის ქორეოგრაფიაშიც არის. ხეთი? აი ქორეოგრაფიაშიც არის, რომ მგონია, რომ მაგარს ცეკვავ და რაღაცა გავიხსენ და შინაგანად ვიზნობ და გარედან ცუდად გამოიყურება. არ გამოიყურება ისე, როგორც ის საჭირო არის. ხო? ამიტომ ეს არის მუშაობის პროცესი და რატომ აკეთებ ამას? როცა შენ უკვე შეიგნებ აქ, რომ რისთვის აკეთებ, რატომ აკეთებ? ის ყველაფერი უკვე სწორდება მე, ხეთი? იქ აღარ არის გადაცდომა. ეგ იცი რაც გავს, ანუ ეგ იცი რაც გავს, კაი მწერალიო იმითი გამოირჩევა, რომ რასაც ფიქრობს, იმის დაწერა შეუძლიაო რეალურად რა. ხო და ან თუნდაც ფოტოგრაფი ხო, რასაც ხედავ იმის გადაღება თუ შეგიძლია, უკვე კაი ტიპი ხარ მაგამ ბავში რა. ახლა წარმოიდგინე ხატვარმა რაღაცა თავის წარმოსაყოში დაინახა და ისო დახატოს 100%-ით, ხო ეგრევე გენიალური გახდება, ხო? ხელოვნებაში ეგრევე არის ჩვენთანაც რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა იმის 30%-იც რომ მივახციოთ, რაც ჩვენს წარმოსახვაში არის ხოლმე, კინოკორეოგრაფია იყოს, კინოსამზადო პროცესი ხო უკვე გამარჯვებაა, ხე? და ეს ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე. ციცე ჩამოსათვლელი შეიძლება იყოს, რომ აი მიიყვანო იმ მდგომარეობამდე შერაც დაინახე, რომ ისეთი ყოფილიყო. ხე? ეს კიდეც ამიტომაც იცი რა არის, ადამიანები ყოველთვის ვილტვით სრულყოფილობისაკენ. ხო და როგორც კი შენელდება, აი აქეთკენ ტოლვა, ხო? შენელდება და შეიძლება ყველაფერი. შეიძლება მეც ვერასოდეს მივახცევი რაღაცა თუნდაც სრულყოფილობას, მაგრამ მე არ მე მგონი რომ ვერ მივახცევთ მაგას. ეგ არის პროცესი. თავი კაიფი ეგ არის პროცესი. თავი არის პროცესი. აი ცეკვა. მოკლედ რო თქვა, თავი არის პროცესი. კი ბატონო. გეთანხმები. და შენ რომ იცეკო, ხო, ამისთვის მარტო ერთი მარტივი რაღაცა ჭირდება. იყო მზად იმისთვის რომ გინდა, მორჩა. ახლა მარტივს გეტყვი, მე მყავდა სახეობები, ესე ვთქვათ, მოყვარული სახეობები. იყვნენ შეშემო პირები, შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც საოცრებზე იყვნენ მიჯაჭვულები. და რაღაც პერიოდის მე ახლა ცოტა ისეთი პესიმისტური და ისეთი განწყობა გქონდათ რა, ჩვენ ახლა როგორ უნდა ვიცეკოთ რა. არ დავასახელებთ სახეზაგვარებს ძალიან გასაგებია. რაღაცა პერიოდის მე რეპეტიციებს რო დავიწყეთ მუშაობა, ხო? იმდენად გაეხსნათ, რომ ერთ-ერთი მეუნეო რა შეიძლება რომ აი რაღაცა ეტლიდან ჩამოვიდე და ძირის გავაკეთო მოძრაობებიო. ხო, ეს ჩემთვის იყო გამარჯვება, იმიტომ რომ მან უკვე სხვაგან დაინახა თავისი თავი. იყო კიდე ეს პატარა კურიოზივითაც იყო, რომ პრომოჯებთან მქონდა ურთიერთობა და ქორეოგრაფიული ნახას ადაპტირებული იყო, ანუ ადამიანებს რომელსაც ესმოდა და რომლებსაც არ ესმოდა თუ ერთად ეცეკვათ. ხეთი? რა კოლაბორაცია იყო. ხო და ახლა ხანდახან ხოლმე რო ბრაზდები, ცოტა ისეთი ემოციური ვარ და როგორც ანუ ვისაც ესმოდა მათ უყვიროდი, ისე უყვიროდი იმათაც. ხო და ვიღაცები მეუბნებოდი რომ არ ესმის იმას რა. მე მგონია ძალიან სწორი მიდგომა. ხო და რატო უყვირიო? და თურმე აი მე აღმოაჩინე რომ იმდენად ბედნიერები იყვნენ რომ არ ვასწავებდი. არც ერთმანეთისგან და მithumetes პათოშორის მათგან ვისწავლე ისეთი უნიკალური მიგნება ვიპოვე. შენ იცი თურმე როგორ ესმის პრომოჯებს? აბა, მუსიკა. ტექსტი იყიდნენ და პოლის ვიბრაციიდან გრძნობდნენ მუსიკას. რიტმი. აჰა, ოკეი. გავიგე. ვიბრაცია. მუსიკა დინამიკას. ამიტომ ჩემთვისაც ბევრი რაღაცები აღმოჩენა იყო და კარგი რაღაცა ახალის პოვნის ელემენტები იყო და ძალიან ჩემთვის სასიამოვნო იყო. ამიტომ რა ფუქტები არ უნდა შეწყდეს რა ეს ექსპერიმენტები ყველგან ყველაფერში მარტო ქორეოგრაფიაში არა. არ შეიძლება ყველას ერთნაირად ვასწავლოთ. ყველას უნდა, ანუ პედაგოგებმა ცოტა უნდა გავირთულოთ საქმე ჩვენ, აი უფრო მეტად მობილიზებულოთ და უფრო მეტად ტონუსში უნდა ვიყოთ, რომ კონდეს იმის ნერვებიც და ენერგიაც, რომ ინდივიდუალურად აუხსნათ ყველას საკითხაოდ იმ როგორ ვთქვა, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ვისაც რა აქვს. ან იმ აზროვნების თუ მიმართულებიდან გამომდინარე, ვისაც რა გააჩნია. რომ არ მოკლათ ის პოტენციალი, რაც მასში ყველაზე კარგად არის.
გასაგებია და მეც დროს აღარ წაგართ მაგას გამოვეხმაურები ხა და მინდა კითხო, იმიტომ რომ ჩემ გარშემო არის რამოდენიმე ადამიანი, არაერთი, რომელსაც უნდა რა ეს რაღაცა ცეკვა და ეს ფიზიკური აქტივობით, მოდი ესე დავარქოთ, არ ვიცი რომ სათქმელი თქვას, ისტორია მოყვეს. მაგრამ დარწმუნებული არ არის თვითგამოხატვის უნარები რამდენად მაღალი აქვს. მივხვდი და ეს აფერხებს. ხო ხტები, ამ შეიძლება ეხლა ვერბალურად ისე დაგილაგოს ყველაფერი ძალიან კარგად რა, მაგრამ აი ეს თვითგამოხატვა ან ფიზიკურ ამბებში ცოტა ისა აქვს რა და პრობლემები აქვს რა ამაში რა გამოხატვის და მაგათ რა რჩევას მისცემდი. კარგი, მოდი ახლა კითხვას დაგისვა, იშტა მივხვდები ეგრევე რა. ანუ ავიღოთ რა დაჩას რო აკეთებდი თქვა ისე ვიწა, ხო? ჩამ, ხო? იცოდი, ანუ მანამდე თქვა რომ როგორ უნდა შეადუღო თქვა რკინას. რო დაგჭირდა მიხვედი ისწავლე და გააკეთე, ხო? კი, გაგიკვირდება და არ ვიცი. თუ რამის კეთება გინდა, შეუძლებელი არაფერი არ არის, თავარი არის სურვილი და საკუთარ თავთან მუშაობა. ეს ეხება აბსოლუტურად ნებისმიერ პროფესიას და ნებისმიერ ხაზს. ამიტომ, როცა რაღაცის გინდა, რისი გეშინია, რომ ვინმე რამეს იტყვის ცუდ სიტყვის, ვისთვის აკეთებ? პირველი შეგვიძლია ვისწავლოთ რა, რომ აკეთო საკუთარი თავისთვის და არა სხვისთვის. რა თქმა უნდა. როგორც კი ისწავლე შენ საკუთარი თავისთვის, როცა აკეთებ, ხო და გაიზრდებ და ჩათვლის საჭირო შეძლებ დარწმუნდები, რომ ეს უკვე საჭიროა საზოგადოებას ნახოს, ანუ ღირებული. მე რო გააკეთე საზოგადოებისთვის. დიდებული რჩევა არის და დარწმუნებული ვარ, ეხა ის ადამიანები, ვინებიც მე ვიგულისხმე მივხვდებიან და ისა რა ქვია. გაითვალისწინებენ შენს რჩევას. ცეკვა შეუძლია ყველას, ყველაფერი შეუძლია ყველას. თავი არის სურვილი და მონდომები. ეგ არის. დიდებულ ნოტაზე ვამთავრებთ ამ ეპიზოდს. მეც აღარ წაგართ მევდროს და როგორც ყოველთვის მეგობარო ძალიან საინტერესოა შენთან ლაპარაკი და ძალიან შემეცნებითი ყველასთვის. დიდი მადლობა, რომ გამონახეთ და იყავით ჩემი სტუმარი და ამას ვეუბნები ყველას, ვისანაც ჩავწერე, იმიტომ რომ ყველა ძალიან საინტერესოა, ვისანაც წერ ეპიზოდებს და ასე რასაკვირველია შენ გამონაკლისი ვერ იქნები ვერც თუ ვარიანტში, ძალიან მინდა რაღაც დროში უფრო ისე ფართოდ ვისაუბროთ კიდე შენი პროფილის შესახებ უშუალოდ. ქორეოგრაფიის სამსახიობოს და არა მხოლოდ. ჩემი პროფილის შესახებ ჯობია უფრო ქმედითად ვიყოს, მოდი ჩემთან და ერთად, ვიდრე ლაპარაკს ყოველთვის ჯობია ქმედები. აი ბატონო, ეგრე იყოს. ლაშ, ძალიან დიდი მადლობა ვიყავ ჩემი სტუმარი და ბატონო შეიძლება მაყურებელმა არ იცის, მაგრამ მიშას ყავს მეუღლე, რომელიც არის არაჩვეულებრივი მოცეკვავე. ბატოშვილის ეს ბევრმა შეიძლება არ იცოდეს. მაგის მოსმენა უნდა გეტყვი ადამიანი. იგი, იმიტომ რომ მართლა არის. არა, ძალიან მაგარი გოგო არის და აი ბატოშვილის უნდა გაუფრთხილდნენ რა და ისწავლონ ბევრი რამე ჩიკასთან. ვაუ. მადლობა დიდი, ძალიან გაიხარდა შენი კომპლიმენტი. მადლობა ძალიან დიდი ლაშქი და ერთხელ და მეც აღარ წაგართმევ დროს და შეხვედრამდე. წარმატებები, კარგ საქმეს აკეთებ, რომ ინფორმაციას, სხვადასხვა ინფორმაციას უზიარებ შენს მაყურებელს და მინდა რომ წარმატებები გისურვო, პოპულარობა და ბევრი მაყურებელი გისურვო და აბა შენის. მაგრამ მადლობა დიდი. დროებით.